დღის ახალ ამბებს გაგაცნობ, შეგახსენებთ, რომ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის დაწყებიდან 51 დღეა ამ დრომდე არავინ დასჯილას შავ ფორმებში ჩაცმული იმ პირებიდან, ვინც აქციების დაშლისას მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე სასტიკად იძალადეს. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. ბაქოში გაიმართა ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით შეხვედრისას ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო დაკავშირებადობა და შუა დერეფნის პროექტი. ალიევი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება. მისივე თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო არიან ძლიერი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეუძლიათ შესთავაზონ სხვა ქვეყნებსაც. ირაკლი კობახიძის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჰქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, სადაც საუბარი შედგა როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება. ეს კონკრეტული ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართა, ეს თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია და ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოგილოცავთ ქართულ ოცნებას, პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ გამარჯვებას. გილოცავთ და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთელ გუნდს განახლებულ წარმატებას. ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენი პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს და აი ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. აზერბაიჯანმა 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარი კაპიტალ დაბანდება განახორციელა საქართველოში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი მთავრობა და თქვენი მთავრობის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან პოზიტიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე თქვენს ქვეყანაში. და იწვევს ინვესტორებს და შთაგონების წყარო ხდება თქვენს ქვეყანაში კაპიტალ დაბანდებისთვის, მათ შორის აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში. ეს ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება მთელს რეგიონს და განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ის პროექტები, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიმართულებით. ამავდროულად ჩვენ ვმუშაობთ მწვანე ენერგიის პროექტზე ერთად და ესეც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მთავრობები ვართ. იმდენად, რამდენადაც არსებობს ამ ტიპის ენერგიის აუცილებლობა ბაზარზე და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს მივიღებ, მწვანე ენერგიის პროექტი წარმატებით ხორციელდება და ბევრი სხვა პროექტის მსგავსად ეს პროექტიც წარმატებული იქნება უდაოდ. ამის დიდი შანსი არსებობს. ამავდროულად ჩვენ პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკავშირებადობაზე და შუა დერეფნის პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდრო თანამშრომლობენ და პარტნიორები არიან. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება. ჩვენ ვართ უცილობელი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვებსაც. ჩვენ ბევრი რამის მიღწევა მოვახერხეთ. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ამას გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. მე აქვე მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა და თქვენი ძმებისა და მეგობრების რანგში ჩვენ გვახარებს თქვენი წარმატება და გისურვებთ მომდევნო წარმატებებს მომავალში. ჩვენს პარტნიორობას, ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი და ეს არის ტრადიციული ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის და სწორედ ამ მეგობრობას, ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს და აზერბაიჯანის შორის, ჩვენ ორ სახელმწიფოს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდაც ჩვენი პარტნიორობა სწორედ ამ სულისკვეთებით და ამ საფუძვლით გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პატივისცემთ ერთმანეთის სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებს, ერთმანეთის სუვერენიტეტს, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ძალიან მყარი და ურყევი მხარდაჭერისთვის ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანულ მხარეს და პირადად პრეზიდენტ ალიევს განსაკუთრებული მადლობა მინდა განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რა თქმა უნდა ეს პროცესები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ყველა გამოწვევასთან ერთობლივად გამკლავება და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება არის რა თქმა უნდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი საუბარ, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რამდენადაც ეს ჩვენთვის იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება და ამ პროექტებს აქვს რა თქმა უნდა სტრატეგიული, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა და ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა მომავალშიც ასეთი ტიპის პროექტების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ახალი პროექტების ინიცირება. ჩვენთვის
როგორც უკვე აღნიშნე, აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ არის ძალიან კარგი საიმედო სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ბუნებრივი ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ მეტად გაღრმავება და ამ კუთხითაც ეკონომიკურ თანამშრომლობას ენიჭება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა. ბატონო პრეზიდენტმა აღნიშნა დაკავშირებადობის ფუნქციის შემდგომი განვითარების მნიშვნელობის თაობაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ეს არის, რა თქმა უნდა, ორხრივი თანამშრომლობისთვისაც განსაკუთრებული პრიორიტეტი. ჩვენ ორ ქვეყანას ერთად შეგვიძლია განსაკუთრებული როლი შევასრულოთ დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ჩვენ გეოგრაფიულად ერთმანეთს ვაკავშირებთ ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ეს პოტენციალი. სწორედ ამას ემსახურება ის პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა ორი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საუბარი მაქვს სტრატეგიულ პროექტებზე და როგორც უკვე აღინიშნა, არის მიმდინარე დაგეგმილი პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ ფუნქციის მაქსიმალურად ათვისებას ჩვენი ორი სახელმწიფოს მიერ და რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა და ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად